ზოგადად პროგრამას აქვს ორი მხარე. ერთი არის input-ი, ანუ მომხმარებელმა შეიყვანოს თავისი ნიშნულობები, ინფორმაცია, მეორე არის output-ი. პროგრამა ამუშავებს ამ შემოყვანილ ინფორმაციას, რაღაცებს ანგარიშობს, ფუნქციონალს ატარებს და მეორე აბრუნებს ნიშნულობას, ანუ output-ს უკეთებს. Output-ი ესაა ჩვენ შემთხვევაში კონსოლოგი, რომ ნახოთ რა გამოვიდა. Input-ი არა გვაქვს ჯერ. და ყველაზე მთავარია იქ არის, რომ მომხმარებელმა რაღაც შემოიყვანოს თქვენს საიტზე. ამ პროგრამაში საიტზე ხო რეგისტრირდებით input field-ებში რაღაცებს წერთ და ვახსენებთ. ამის ანალოგია რომ გავიაროთ აქ, მაგისთვის გამოიყენება უკვე prompt ფუნქცია. Prompt-ი ნიშნავს კითხვას, დაპრომპტვას ნიშნავს კითხვის დასმას. Prompt ფუნქციას გამოიყენებთ, ფუნქცია არის კოდის ბლოკი, რომელიც რაღაც ფუნქციონალს ატარებს. მაგასაც გავუვლით ჩვენ ლექციებში. ფრჩხილები იხსნება და ფრჩხილებში წერება კითხვა. რა კითხვას ვსვავთ? მოდი დავწეროთ prompt. გავხსნათ ფრჩხილები და ბრჭყალებში აქ string-ად იწერება ყოველთვის, იმიტომ რომ შეკითხვა არის string-ი უეჭველი. რიცხვი ვერ იქნება. შემიძლია რიცხვი დავწერო, მაგრამ აზრი არ აქვს რა. და გაიტყვით რატომ. მაგალითად დავსკითხვა რამდენი წლის ხარ. გავუშვათ პროგრამა. და მაღლა მომიგდო ფანჯარა. კითხვა არის რამდენი წლის ხარ და ქვევით არის ველი, რომელშიც ჩავწერ ჩემს 119 მაგალითად. აი აქ რო 5-იანი დავწერო მაგალითად. კი შეიძლება ტექნიკურად, მაგრამ გამოვიდა კი შეკითხვა, 7 დავწერე? 7. 7 რა შეკითხვაა, ხო? ამიტომ string-ად ჩავწეროთ ხოლმე ყოველთვის. და სხვათა შორის ბარემ გიტყვით პატარა განსხვავებას. შემიძლია 500 ჩავწერო, რიცხვი ჩანაწერი გამოვა, მაგრამ ჭყალებშიო ჩავწერო, იქნება string-ით ჩანაწერი. მართალია რიცხვი შიგნით არის, მაგრამ გარეთ ჭყალები აქვს. string-ია და ფერსაც დავაკვირდით, შეიცვლება. ეხლა არის ნარინჯისფერი, ახლა გახდება მწვანე. ანუ კონსოლში ჩანს, რომ ეს string-ია და ის რიცხვი იყო. ოკეი, დავუსვათ კითხვა, ისევ რამდენი წლის ხარ? და ეს პრომპტი აბრუნებს იმ ნიშნულობას, რაც შეიყვანა user-მა, ანუ მომხმარებელმა. და რა თქმა უნდა, ეს ვარ დავკარგოთ და უეჭველი user-ის მონაცემის დაკარგვა არ გვინდა. ამიტომ ამ დაბრუნებულ ნიშნულობას ვინახავთ ხოლმე ცვლადში. let age უდრის. შევქმნით ცვლადი, დავარქვი age სახელი და მივაინტჭე ის ნიშნულობა, რომელსაც დაემბრუნებს პრომპტი. ანუ მე რასაც შევიყვანო. და ჩემი რჩევა იქნება, რომ ცვლადებს დაარქვათ ინტუიტიური სახელები, ანუ შესაბამის სახელები. ასაკს თუ ვინახავ, ვარქმევ age-ს. თუ ვინახავ სახელს, ვარქმევ names, რომ ადვილად გასაგები იყოს, რისთვისაა შექმნილი ეს ცვლადი. და ზოგადად ცვლადის სახელებსაც თავის წესი აქვს დარქმევის. პატარა ასოებით იწერება და თუ ორ სიტყვიანი არის, მეორე სიტყვის პირველი ასო იწერება დიდი ასოთი. მაგას ქვია camel case მიდგომა. camel ხო აკლემია და მაგით ყუზის კონჩი რა. აი მაგალითად თუ შექმნე სახელი, კი და სვლადი let my name ეს კაი პრაქტიკა არაა. ნუ იქნება დიდი ასოთი. რომ მარტივად გავარკვიოთ რა არის მეორე სიტყვა. მეორე სიტყვის პირველი ასო იწერება დიდი ასოთი. და ამას ქვია camel case მიდგომა. camel case ასე იწერება. ოკეი. ანუ age შევინახავთ ასაკს და მოდი ახლა ეს age გამოვაკონსოლოთ და ნახოთ რას დაემბრუნებს. შევიყვანოთ 19. გამოვიდა 19, რაც დააბრუნა ან prompt-მა დასვა კითხვა, რაც დავწერეთ იქ whale-ში. შეინახა age სლოჩი და age თვალ რო გამოვაკონსოლოთ, გამოვიდა 19. ერთი პადრაღას გიტყვით, ვინც Visual Code-ზე იმუშავებთ. prompt-ი დაგიტყავთ errors. prompt-ი JavaScript-ის ფუნქცია არა, ბრაუზერში ჩაშენებული ფუნქციაა. და Visual Code-ში ხო მოგიწევთ Node.js ჩაწერა და Node-ის ძრავაში გაშვება და ბრაუზერში. ამიტომ errors დაგიტყავთ. prompt is not defined გიტყვით. ეგ რომ დაფიქსოთ, ანუ გადაჭრათ, ან live server-დან გავუშვოთ HTML-ის დახმარებით, ან რამე ბიბლიოთეკა ჩაიწეროთ, დამხმარე თული, რომ prompt-ი აღიქვას JavaScript-მა. ან მესამე ვარიანტი არის, რომ online კომპილატორში გააკეთოთ prompt-ის ამოცანები და Visual Code-ში გადაიტანოთ უბრალოდ შესანახად. ეს მათთვის, ვინც Visual Code-ს იყენებს, ვინც არა, დაივიწყეთ რას თუ მაშინ. ოკეი. და გას პრეზენტაციაში ჩანს, ნებისმიერი კითხვა შემიძლია დავსვათ და შევინახოთ სლაიდში.
და ამას შეგვიძლია манипуляციები გავაკეთო. მაგალითად, სიტყვაზე 2024-ზე გამოვაკლო age, გამოვა ჩემი დაბადების წელი. ანუ ვარ 19 წლის, ესე იგი დავიბადე 2005-ში. 4-ში დავიბადე, მაგრამ ნუ, ოკეი, არა უშავს. ეხლა 20-ის გავხდე, მაგიტო ვაკეთებ არასწორად. მაგრამ ნებისმიერი კალკულაციის გაკეთება შეგვიძლია. კარგით. კითხვები? ხო არ გვაქვს. თუ გვაქვს. ხო არ გვაქვს ისე დავსკითხოთ, იქოს გავალდებულთ რომ არ ამიპასუხოთ. კითხვა გაქვთ? ასე დაგისვათ. არა. ოკეი. კარგით. მაშინ კიდევ დღეისთვის ბოლო თემაზე ვისაუბროთ. კითხვას გისვავთ ეხლა თქვენ. მე რა 19 შევიყვანე და გამომიტანა. ეს რა ტიპის მნიშვნელობა შემახსენეთ? სტრინგი. რატო სტრინგი რიცხვი როა? ნამბერი არა, რეი ნამბერია. ამწოდებულია. კარგია. ჩემს ნამბერია? სტრინგი არის ჩემს, იმიტომ რომ სტრინგ ანუ როცა შეყვართ პრომპტით, სტრინგად იმახსოვრებს და როგორ დავიყვანოთ ნამბერში, ნამბერი უნდა მივაწეროთ კარგად. სწორი ხარ და მგონი ლუკამაც თქვა თუ სწორად შევნიშნე სტრინგიაო. მწვანეთი მიხვდით რომ სტრინგია. აი როგორ გავიგოთ ხა რომ 100% დამიჯეროთ. წინ დაუწერ type of. type of-ი შეგვიძლია მნიშვნელობის ტიპის დადგენა. წირო დაუწეროთ type of-ი მიხვდებით. ეხლა გავუშვით პროგრამა. ჩავწეროთ 19 დამიწერა string. ანუ string ტიპის მნიშვნელობა არის age-ო. და რატო? prompt-ში რაც არ უნდა ჩავწეროთ, თუნდაც ტექსტური, თუნდაც რიცხვები, ყველაფერი საბოლოო ჯამში აღიქმება string-ად. გვინდა არ გვინდა ეგრეა. და ყველგან ეგრეა, ანუ საიტებში რამეს წერთ async სიტყვაზე, რა საკერ შევიყვანოთ, ეგ string-ად ინახება, უბრალოდ მე დეველოპერები წერენ ის კოდს, რომ რიცხვად გადააქციონ. რომ მე კალკულაციებში გამოიყენონ. და ჩვენს ეგ უნდა გავაკეთოთ number ფუნქციის მეშვეობით. ან number ფუნქცია გვეხმარება, რომ string-ი გადავიყვანოთ რიცხვში. და prompt-ში ძალიან ხშირად გვჭირდება ხოლმე. ანუ ეს age-ი გადავიყვანოთ უკვე რიცხვში, წერთ ესეთ რაღაცას. ანუ აქ ხო რიცხვი ვიბრუნდება. ამიტომ ამას გავახრობ number ფუნქციაში. და ეხლა შევამოწმოთ რა ტიპისა. type of. type of, სწორად დავწეროთ. შევიყვანოთ 19, ახლა წერს numbers. number ტიპის არის. ახლა რა მოხდა? prompt-მა დაგვისვა კითხვა, რამდენი წლის ხარო? მე შევიყვანე string-ი 19. აი ასე. number ფუნქციაში რო იჯდა ეს string-ი 19, გადაიქცა რიცხვ 19-ად. და რიცხვი 19 შეინახა საბოლოო ჯამში age ცვლადში. ეს მოხდა. type of-ის რო გავაქროთ, ეხლა ჩვენი age 19 იქნება ნარინჯისფერი. აი ეს. რა თქმა უნდა, ეს საჭიროა, იმიტომ რომ კალკულაციები უნდა გავაკეთოთ. ტექსტური ამ string-ებთან კალკულაციები ხო არ მოხდება. თუმცა შეიძლება რაღაც ოპერატორი შეხვდეთ ხშირად. აი მაგალითად კონკატენაცია ქვია, ეს გამომშრალ ამეხსნა. მე შემიძლია string-ების შეწებება, შერწყმა, ანუ შეერთება გავაკეთო. კონკატენაცია არის მაგის ტერმინი. მაგალითად hello-ს დავუმატო world-ი. აი ეს. გამოვიდა hello world-ი. ანუ string-ები შეერთდა. შემიძლია string-ს დავუმატო რიცხვი. ოღონდ აქ ეს რიცხვი კულისებში კომპიუტერში string-ად გარდაიქმნება ჯერ და მე მიემატება ისე შეიკრიბება რა. ამიტომ რამე გართულება რო არ მოყვეს, ზოგჯერ მოყვება ხოლმე, იმიტომ რომ აი გამოკლება რო დავწერო, შევთხოვეთ გამარსახას ტავები. აი გამოკლება რომ მეწეროს უკვე აღარ მოეწონება. ნახეთ, გამოკლება და 5. ნანი. not a numbers ნიშნავს და არ შევეხოთ, არ იმუშავა, ასე რომ გითხრათ მოკლედ რა, არ იმუშავა. ამიტომ თავი რომ დავიზღოთ ხოლმე, ისეთი მნიშვნელობა, რაც რიცხვით მნიშვნელობა, ისედაც ასაკი, დაბადების წელი და ასე შემდეგ, უნდა გადავაქციოთ რიცხვში, იმიტომ რომ კალკულაციამ სწორი პასუხი დაგვიბრუნოს. ოკეი? რიცხვში გადაყოს. აუცილებლად. აქ რო დამეწერა რა ქვიაო, number-ში არ გადავიყვანე, იმიტომ რომ სახელი არის string-ის ტიპის მნიშვნელობა. ხო? ზედმეტი წვალება აღარ დაგჭირდებოდა.